ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის მიერ კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისის და დარკვეთის მაღაროებში დაგეგმილი მონიტორინგის გამო იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა შუქრუთში შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობისა და ჭიათურელი მაღაროელების პროტესტის მიუხედავად კოროხნალის მაღაროს შესასვლელი ძალის გამოყენებით გააღეს. როგორც მაღაროელების პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი ტარიელ მიქაცაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, პოლიცია მათ თავს დაესხა. ვიმყოფებით ახლა კოროხნალის ტერიტორიაზე, იძულებით დააკვირდით, დაათვალიერეთ პოლიციური რეჟიმის ძალით შემოცვიდნენ თავს დაგვესკენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კოროხნალის მაღაროს გაღებამდე ადგილზე პოლიციის რაზმი იყო მობილიზებული. მაღაროელები მათ მოუწოდებდნენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი დაეცვათ და არა კერძო კომპანიის. მაღაროსთან იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილეც იყო მისული, რომელიც პროტესტის მონაწილეებს პოლიციის მითითებების დამორჩილებისკენ მოუწოდებდა. ამავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის მიერ ჭიათურის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლას გეგმავდა. უწყებამ პროტესტის მონაწილეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ადგილზე უსაფრთხოების დასაცავად შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები იქნებოდნენ მობილიზებულნი. სამუშაო პროცესი რო განახლდეს, უნდა მოხდეს შემოწმება სპეციალისტების მიერ. კომპანიის სპეციალისტებში. ერთი წუთი 10 შეკითხვას ვერ უპასუხებ. მათ ხმევინე და მე რეთქვი. ესე იგი, კომპანია უნდა შეამოწმოს სპეციალისტებმა ეს კონკრეტული ობიექტი, მაღარო, რომ უსაფრთხო იყოს მუშაობის განახლება ამ კომპანიაში, ამ მაღაროში. კი ბატონო, ჩვენ გინა მუშაობა ჩვენ გინა შეგვიშლით, თქვენი მოთხოვნაც ეგი იყო ადრე, რომ უმუშევარი არ დარჩენილიყო ხალხი და განახლებული იყო მუშაობა. ეხლა ვაცალოთ კომპანიის სპეციალისტებს, რომ შეამოწმონ კონკრეტული ობიექტი. ერთი წუთი, არ გვინდა ყველას პირილი, ერთი წუთი რა, ერთი წუთი. ბატონო პოლიცია რაშუაში და სამხარეო უფროსი რაშუაში საზოგადოებრივი წესრიგი ნიშნავს, რომ თქვენთვის კარები კი არ უნდა გახსნათ. საზოგადოებრივი წესრიგი უნდა დაიცვათ ჩვენსა და აქ მოსულ ხალხს. ერთი წუთი პატივცემულო ვერ გასწავლეთ არა, შეიძლება თქვენც გასწავლოთ ნებისმიერ რატო? იცით რას ვქი? ჩვენ დავინახეთ, კარგად იცით აქ რას და დღესვე ცნობილი გახდა, რომ 29 აპრილს გვიან ღამით დაკავებულ მაღაროელებს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო აჩიკო ჭუმბურიძესა და თენგო გველესიანს მხოლოდ მონაწილეობას ედავებიან. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე, ხოლო მასში მონაწილეობა თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6 წლამდე. მანამდე დაკავებულებს პროკურატურა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ჯგუფურად ჩადენას ედავებოდა. პროკურატურამ მაღაროელებს ბრალი დღეს წარუდგინა. ინციდენტი, რომლის გამოც მაღაროელები პოლიციამ დააკავა 28 აპრილს. თხილისწყლის მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მოხდა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტების თქმით, რომლებიც სამი მაღაროელის უფლებებს იცავენ, დაკავებულების სურვილია, რომ მათი გათავისუფლების საკითხი პროტესტის მოთხოვნებისა და ვაჭრობის საგანი არ გახდეს. მათი შიმშილობის მოთხოვნა არ არის მათი გათავისუფლება, მათი შიმშილობის მოთხოვნა არის ცენტრალური ხელისუფლება ჩაერთოს მოლაპარაკებების საკითხებში მშრომელებთან, მაღაროელებთან, ყოველგვარი კომპანიის და სხვა აქტორების მონაწილეობის გარეშე. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ითქვას ის და მათი სურვილი არის საზოგადოებამ იცოდეს, რომ ისინი ერთგულები რჩებიან იმ მოთხოვნების, რასაც ამდენი დღეა უწყვეტად ამბობთ და მათი სურვილი არის, რომ არც ერთ შემთხვევაში არაფრის ფასად მათი თავისუფლების თემა არ გახდეს თქვენი მოთხოვნების ვაჭრობის საგანი. ჭიათურაში მიმდინარე პროტესტის შესახებ კომენტარი საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც გააკეთა და თქვა, რომ ომბუდსმენის მანდატის ფარგლებში ცდილობს მხარეებს შორის მოლაპარაკებებს ხელი შეუწყოს. შეხვედრა მქონდა ჭიათურაში გაფიცვის ორგანიზატორებთან, წარუმატებლებთან, ისინი იყვნენ ჩემთან ჩამოსული და მათ მე აღვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ხელისუფლებასთან ყოფილიყო კომუნიკაცია და ასეც მოხდა, დაიწყეს ამ საკითხებზე საუბარი, სამწუხაროდ მოხდა მე ეს ინციდენტი, რაც მოხდა, როდესაც მოხდა დაპირისპირება, ჩვენ მაშინვე მოვინახულეთ დაკავებულები, ვიცით მათი მდგომარეობა, გუშინ იყვნენ ჩემი წარმომადგენლების შესულები.
ასე რომ ჩართულები ვართ ამ პროცესში, ჩვენი მანდატის ფარგლებში რა თქმა უნდა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთი მხრივ ამ ესკალაციაში პოზიტიური როლი შევასრულოთ და მხარეებს შორის შედგეს კონკრეტული მოლაპარაკება და მეორე მხრივ ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან, მათი უფლებრივი მდგომარეობა მაქსიმალურად იყოს დაცული. ჭიათურალი მაღაროელები 28 თებერვლის შემდეგ უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ქალაქიდან ჯორჯიან მანგანეზის გასვლას, საწარმოს სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლას და ჭიათურის ფონდის შექმნას ითხოვენ.